როგორ ავარიდოთ თავის სანქციებს? ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი ქონების გადამალვა გადარჩენის ოპერაცია დაიწყო. ამერიკის მიერ უკვე სანქცირებული ოლიგარქი პანიკაშია. იცის, რომ სავარაუდოდ დღე-დღეზე მასაც და მისი ოჯახის წევრებსაც ბრიტანული სანქციებიც დაეწევათ. ამ შემთხვევაში კი ზიანი ოლიგარქისთვის სერიოზული იქნება. საკუთარი აქტივის უდიდესი ნაწილი ივანიშვილს ბრიტანეთის იურისდიქციაში მყოფ ოფშორებში აქვს რეგისტრირებული. შესაბამისად, ოლიგარქისთვის ახლა უფრო მარტივია სხვადასხვა კუნძულიდან მისი ქონების მმართველი კომპანიები საქართველოში ახალი სახელით დაარეგისტრიროს. დასანქცირების შემდეგ ხომ ყველაფერი გაეყინება და წვდომა შეეზღუდება. სავარაუდოდ ამ მიზნით 2024 წლის ბოლოდან დღემდე ივანიშვილებმა საქართველოში რამდენიმე ახალი კომპანია შექმნეს. სულ ბოლო აქტივობა ეკატერინა ხვედელიძეს ჰქონდა. ოლიგარქის მეუღლემ სააქციო საზოგადოება ლუსორი გუშინ საღამოს 19 საათსა და 52 წუთზე დაარეგისტრირა. საჯარო რეესტრში წარდგენილი დოკუმენტების მიხედვით ახალი კომპანია ხვედელიძის მინდობილობით ქართუ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნატო ხაინდრავამ დაარეგისტრირა. ლუსორის სამეთვალყურეო საბჭოშიც სულ ივანიშვილების ნდობით აღჭურვილი პირები არიან. დირექტორიც როგორც ჩანს ამ ნიშნით ყავთ შერჩეული. ოლიგარქის დის კარგი ნაცნობი გელა კობერიძე. ეკატერინა ხვედელიძის ახალი კომპანიის დირექტორთან დაკავშირება ვერ მოვახერხეთ. მან ჩვენ სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. ვიდრე პასუხებს არ მივიღებთ, არ ვიცით, რა საქმიანობით უნდა დაკავდეს ხვედელიძის კომპანია. კორუფციის მკვლევარები კი დარწმუნებულები არიან, რომ ყველაფერი ქონების გადამალვას უკავშირდება. ივანიშვილების ქონების შესწავლის შემდეგ სპეციალისტები ფიქრობენ, რომ ლუსორში საბოლოოდ კაიმანის კუნძულებზე რეგისტრირებული აქტივი აკუმულირდება. ცნობილია, რომ იქ ივანიშვილებს თანაინვესტირების ფონდის მმართველი კომპანია აქვთ რეგისტრირებული, რომლის დამფუძნებელიც სწორედ ოლიგარქის მეუღლეა. ხვედელიძე იყო ბენეფიციარი მესაკუთრე იმ კომპანიის, რომელიც თანაინვესტირების ფონდის სახელით არის ცნობილი და მართავს შესაბამის ბიზნესებს საქართველოში. ეს არის გალერია თბილისი, აქსის ტაუერსი ვაკეში, ეს არის სოფლის მეურნეობის წარმოება, სასტუმროები, ჰესები, მრავალ მილიარდიანი, შეგვიძლია ვთქვათ, სეგმენტია ივანიშვილის ქონების, რომელიც აქამდე იმართებოდა ოფშორებიდან, რომლის მიმართ ნდობა და შიში გაუჩნდა ივანიშვილს და ახლა ეს იქნება სრულად საქართველოში გადმოტანილი. ერთადერთი, რასაც ის თავიდან აირიდებს ქონების საქართველოში გადმოტანით, ეს არის ამ ქონების გაყინვა და გასხვისება, რაც საქართველოს შემთხვევაში შეუძლებელი აღმოჩნდება, იმიტომ რომ ქართული სახელმწიფო ივანიშვილის იძულებით უარს იტყვის სანქციების აღსრულებაზე. ირაკლი აბესაძე დარწმუნებულია, რომ ახლა ივანიშვილებს შიში ამოძრავებთ. შიში იმისა, რომ რუსი ოლიგარქების მსგავსად დასავლეთზე უარის გამო მათაც მძიმე ფასის გადახდა მოუწევთ. ივანიშვილმა იმ მარტივი არჩევანისას, რომ დაეჯერებინა ქართველი ხალხისთვის, მოესმინა რეალური მეგობრებისთვის დასავლეთში, ამით გადაერჩინა ქართული სახელმწიფოს და მათ შორის დაეცვაც საკუთარი ქონებაც, აირჩია სხვა გზა, როდესაც ის მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი ქონებრივ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს, სამაგიეროდ წირავს ქართულ სახელმწიფოს. ბიძინა ივანიშვილი, რომ მხოლოდ საკუთარი ინტერესებიდან მოქმედებს და მისი ქონების დაცვის გარდა არაფერი აინტერესებს, ეს ახალი არაა. ამის შესახებ მან თავადაც გითხრა. ახლა უბრალოდ თვალს ვადევნებთ, როგორ იქცევა სანქციებით შეშინებული ოლიგარქი. სპეციალისტები ამბობენ, რომ ივანიშვილი საკუთარი მრავალმილიონიანი აქტივისთვის ახლა უბრალოდ უსაფრთხო პარკინგს ეძებს. ესეც დროებით. გააჩნია რა ტიპის აქტივი გადმოვაკე, შეიძლება მატერიალური ქონება იყოს, იგივე ფერწერული ნამუშევრები, რომლებიც შეიძლება ცოტა უფრო მოქნილად შეიძლება წამოიღო, თუმცა იმ ბაზრებზეც, ხელოვნების ნიმუშების ბაზრებზეც და კრიპტოაქტივების ბაზრებზეც ფოტოშოპის, რომლებიც ჩემი აზრით დაგროვილი აქვს ასევე. ისინიც რეგულირდება სინამდვილეში, შეიძლება ცოტა უფრო მეტად დერეგულირებულია და უფრო მეტი ხერხი არსებობს ანონიმურობის შენარჩუნების და გადატანის ისეთი იურისდიქცია, სადაც არ შეეხება, მაგრამ დისკომფორტი ყველა ვარიანტში ექნება, მაგრამ საქართველოში შეიძლება შემოიტანოს, მაგრამ მე არ მგონია, რომ დატოვოს, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში შეიძლება საქართველოც არ იყოს უსაფრთხო იმ პოლიტიკური კრიზისის ფონზე, რომელიც ახლა არის საქართველოში. რაც არ უნდა ეცადოს, დასავლურ სანქციებს ვერ დაემალება. ამის არაერთი მაგალითი არსებობს არც თუ ისე შორეულ წარსულში და ივანიშვილისთვის საყვარელ რუსეთში. სრულად ნათელი გახდა, როგორც შეეშინდა მოსალოდნელი სანქციების ლონდონიდან, რატომ? იმიტომ რომ მისი ქონების უდიდესი ნაწილი და მისი კომპანიების უდიდესი ნაწილი ბრიტანეთის იურისდიქციის ქვეშ მყოფ კუნძულებზეა განლაგებული და ამიტომ ეს არის გზა, რომელსაც ახლა ის გადის, რაც თავის დროზე რუსმა ოლიგარქებმა გაიარეს სანქციებისთათვის თავის ასარიდებლად, მაგრამ ცუდი ამბავი გვაქვს მისთვის, რომ როგორც რუსმა ოლიგარქებმა ვერ აიდიდეს თავიდან სანქციები, ზუსტად იგივეს ვერ მოახერხებს.
ქართველ ოლიგარქს ახლა მხოლოდ ერთი გამოსავალი აქვს. თუნდაც მხოლოდ საკუთარი ქონების დასაცავად მოусმინოს საკუთარ ხალხს, რომელიც 55 დღეა ქუჩაშია. დანიშნოს ახალი არჩევნები და ძალაუფლება გადააბაროს.